მე-12 საუკუნე, დრო როცა საქართველოში ქართველი კათოლიკეების ისტორია იწყება. მე-15 საუკუნე, პერიოდი როცა ქვეყნის სამხრეთი ოსმალეთის დაქვემდებარებაში გადადის. კიდევ 400 წლეულის შემდეგ კი ცარიზმის რუსიფიკატორული პოლიტიკა. ქართველ კათოლიკეებს საქართველოში არსებობის 9 საუკუნის მანძილზე ეროვნებისა და ენის შესანარჩუნებლად უთანასწორო ბრძოლა არაერთხელ მოუწიათ. ყველაფერი 1054 წელს დაიწყო, როცა რომის პაპის ლეონ მეცხრის მიზანი გაეძლიერებინა ეკლესიების ერთობა საპირისპირო შედეგით, განხეთქილებით დამთავრდა. ქრისტიანობის მართლმადიდებლობად და კათოლიკობად გაყოფა მხოლოდ შიდა დაპირისპირებას არ გამოუწვევია. აქ გადამწყვეტი როლი უფრო სოციალურმა, ეკონომიკურმა და სხვა ფაქტორებმა ითამაშა. ცხადი იყო, რომ აღნიშნული პროცესი აღმოსავლეთისა და დასავლეთის პოლიტიკურმა შეუთავსებლობამაც განაპირობა. ქართული ეკლესია მოწონებით არ შეხვედრია ქრისტიანობის გათიშვას. საქართველოს წინაშე იმთავითვე არ დამდგარა სარწმუნოების ორიენტაციის საკითხიც. 1988 წელს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამცხე-ჯავახეთში სტუმრობისას უდის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მრევლს მიმართა. ნუ გავიწყდებათ, რომ ჩვენ ერთნი ვართ და გვწამს სამება, მამაძე და სულიწმინდა. და თუ მაინც მოხდა რომსა და ბიზანტიას შორის განხეთქილება მე-11 საუკუნეში, ეს უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და არა დოგმატურ ღვთისმეტყველურს. თანაც ამ განხეთქილების მიუხედავად არ მომხდარა განხეთქილება რომსა და საქართველოს შორის. ქართულ მკვლევართა მოსაზრებები კათოლიკური სარწმუნოების გავრცელებიდან დღემდე განსხვავებულია. ისტორიკოსთა ნაწილს იმის დასამტკიცებლად, რომ რომი საქართველოში მისი სარწმუნოების გავრცელებას თავიდანვე ცდილობდა, რამდენიმე ისტორიული ფაქტი მოჰყავს. მაგალითად, რუსუდან დედოფლიდან მოყოლებული ერეკლე მეორის ჩათვლით, დასავლეთი ყველა მეფესა და პატრიარქს წერილობით მოუწოდებდა მთელი ერით კათოლიკურ სარწმუნოებაზე გადასულიყო. 1240 წელს პაპი გრიგოლ მე-9 რუსუდან დედოფალსა და მის ვაჟს დავითს წერდა. მოგმართავთ შენ მუდმივი სიყვარულით, რათა მამა ღმერთის ძის გულისათვის გულწრფელად დაადგე კათოლიკური სარწმუნოების დაცვის გზას, რასაც ინარჩუნებს და იცავს რომის ეკლესია. თუ ქვეყნის სამეფო კარი და უმაღლესი სამღვდელოება სარწმუნოებას ოფიციალურად შეიცვლიდა, ქართველი ერიც ყოველგვარი პროტესტის გარეშე ასე მოიქცეოდა. რომის პაპები მისიონერებზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ. 1322 წელს პაპი იოანე მე-17 მეფე გიორგის წერს. ჩვენ ვთხოვთ და ვლოცულობთ უფალი ქრისტესათვის, რათა თქვენ დაუყოვნებლივ დაუბრუნდეთ ერთიან წმინდა რომის ეკლესიასა და ნაკლებად მნიშვნელოვნად არ ჩაითვალოს ის, რასაც ამ ადგილებში უფლის შთაგონებით და ჩვენი მორჩილი ძმების რჩევით ვაკეთებთ. მსგავსი შინაარსის მოწოდებით გიორგი ბრწყინვალესა და ლუარსაბ მეფეს პაპმა რამდენჯერმე მიმართა. კათოლიკე სასულიერო პირები და ისტორიკოსთა ნაწილი თვლის, რომ მრევლის საქართველოში მასობრივად მე-13 საუკუნიდან ჩნდება, როცა ქვეყანამ მონღოლთა შემოსევის შემდეგ პაპს გრიგოლ მე-11-ს სამხედრო დახმარებას თხოვა, სანაცვლოდ კი რომის ეკლესიასთან შეერთებას დაპირდა. ამ დროიდან საქართველოში მისიონერები შემოვიდნენ, რომლებიც კათოლიკობას ქადაგებდნენ. განწყობა, რომელიც მათ საქართველოში და კონკრეტულად სამცხე-ჯავახეთში ხვდებოდათ, განსხვავებული იყო. თუმცა ისტორიკოსები ამბობენ, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს მისიონერების მიმართ კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. ის კათოლიკები, რომელიც მაგალითად რომიდან სხვა ევროპის ქვეყნებიდან შემოვიდნენ საქართველოში, შემოვიდნენ ზუსტად ამ მიზნისათვის, რომ შეინარჩუნონ ან გაძლიეროს ის ურთიერთობა, რომელიც არსებობდა ამ ორ ეკლესიას შორის. საჭირო იყო, რომ ქრისტიანების შორის, ეკლესიების შორის ყოფილიყო კარგი ურთიერთობა, ვინაიდან თუ კათოლიკური ეკლესია მაგალითად ევროპაში მარტო დარჩებოდა, ან აღმოსავლეთში ის ეკლესიები მარტო დარჩებოდნენ, უარესი სიტუაცია იქნებოდა. რუსუდან დედოფალმა დასავლეთიდან მოითხოვა სამხედრო დახმარება. რომის პაპი იმის ნაცვლად, რომ ევროპის სახელმწიფოებს მიემართა, რომ დახმარებოდნენ მონღოლების წინააღმდეგ საქართველოს, როგორც ქრისტიანულ ქვეყანას, 8 მისიონერი გამოგზავნა. კათოლიკე მოძღვარის შემოსულა იმას არ ენიშნავს, რომ როგორც კი შემოვიდა მთელი სამცხე-ჯავახეთი კათოლიკურ სამწყსოდ იქცეოდა და რომის კათოლიკურ ეკლესიას დაექვემდებარებოდა. ადამიანების ჭირდებოდა ამ პერიოდში დარწმუნება. ზოგი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ სამცხე-საათაბაგოში კათოლიკე მისიონერები მე-16 საუკუნემდე პერიოდულად შემოდიოდნენ. სწორედ ამიტომ არ არსებობს მათი მოღვაწეობის ამსახველი მასალა. მიხეილ თამარაშვილი წერს. წყაროთა უქონლობის გამო ჯერჯერობით შეუძლებელი ხდება სამცხე-საათაბაგოში მე-13 საუკუნიდან მე-17 საუკუნის ჩათვლით კათოლიკობის მიერ განვლილი გზის სრული სურათის წარმოდგენა.
მეორე არასწორი წყაროების მონაცემებით შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული დროის მანძილზე აქ კათოლიკე მისიონერთა ხმა არ ისმოდა. სამხრეთ საქართველოში მისიონერთა შესახებ პირველ ცნობებს მე-16 საუკუნის ბოლოს ხვდებით. ეს არის კონსტანტინოპოლში მყოფი ვენეციის საელჩოს წარმომადგენლის ტომაზო მანდიოს ინფორმაცია, სადაც ის წერს, რომ ჯავახეთში კათოლიკე პატრებმა რამდენიმე სავარაუდოდ მართლმადიდებლური ეკლესია შეაკეთეს და ლოცვას იქ აღავლენდნენ. მართალია თეატინელმა მისიონერებმა ახალციხის საფაშოში ფეხი ვერ მოიკიდეს, მაგრამ პატრები ხშირად გურიიდან და სამეგრელოდან ახალციხეში მოდიოდნენ, სადაც მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ ქრისტიანებს ამხნევებდნენ. წერდა მიხეილ თამარაშვილი. ეს ერთადერთი საკითხი არ არის, რაშიც ისტორიკოსები ერთმანეთს არ ეთანხმებიან. მათ შორის სადავოა სამცხე-საათაბაგოში პირველი კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის თარიღიც. ზოგი მათგანის აზრით, სამხრეთ საქართველოს გეოგრაფიულმა მდებარეობამ განაპირობა ის, რომ სამცხე-ჯავახეთი იყო ერთ-ერთი პირველი, სადაც კათოლიკე მისიონერებმა თავის დამკვიდრება შეძლეს. ამიტომ მრევლიც გაჩნდა და პირველი კათოლიკური ტაძარიც 1298 წელს ახალციხეში აიგო. მარი ბროსე ხაზგასმით აღნიშნავს იმას, რომ ყველაზე უძველესი ეკლესია ახალციხეში, რომელიც აშენდა, ეს არის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია 1298 წელს. წყაროების მიხედვით თუ მიმსჯელებთ, ახალციხეში პირველი კათოლიკური ეკლესია აშენდა 1298 წელს და სავარაუდოდ ეს ადგილია, სადაც ეს ეკლესია აშენდა, რა თქმა უნდა, ასეთი ფორმით არ აშენებულა, როგორც მაშინ იყო. საუკუნეების განმავლობაში ამ ეკლესიამ განიცადა ცვლილება. იყო პერიოდი, როდესაც ყოფილა პატარა და მრევლი ვერ ეტეოდა და გადიდებულა და დღევანდელ ზუსტად ეს სახე რაც ჩვენ გვაქვს, ნაწილი რაც შემორჩენილია, ზუსტად ის გადიდებული ფორმით არის. მათთვის, ვისთვისაც ეს თარიღი მცდარია, არგუმენტად ის მოჰყავს, რომ სამხრეთ საქართველოში შემორჩენილია მხოლოდ მე-18 საუკუნის მეორე ნახევრის კათოლიკური ეკლესიები, უმეტესად კი მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან აგებული სალოცავები. მისიონერების მიერ რომში გაგზავნილი წერილების მიხედვით საქართველოში კათოლიკეებს ეკლესიები მე-13 საუკუნიდანვე ჰქონდათ, თუმცა მკვლევართა ეს ნაწილი ყურადღებას ერთ ფაქტზე ამახვილებს. რატომ არ გადარჩა ერთი კათოლიკური ეკლესია მაინც, როცა ამ რელიგიურ მიმდინარეობას ყველა დამპყრობელი მეტნაკლებად მფარველობდა, მაშინ, როცა მართლმადიდებლურ ეკლესიებს განსაკუთრებულად ანადგურებდნენ, მაგრამ ნაწილის გადარჩენა მაინც მოხერხდა. ისტორიკოსთა იმ ნაწილის აზრით, ვინც თulis, რომ კათოლიკური ტაძრები მოგვიანებით აიგო, საინტერესოა ერთი ფაქტიც. მაგალითად, სოფელ ხიზებავრის მოსახლეობა კათოლიკია, მაგრამ ეკლესია 1910 წელსაა აშენებული. უფრო ადრე აგებულის კვალი არ ჩანს. მაშინ, როცა ამ ეკლესიის სიახლოვეს შემორჩენილია მე-7-მე საუკუნეებში აგებული მცირე ზომის მართლმადიდებლური ტაძარი. ვალის მოსახლეობა კი განურჩევლად სარწმუნოებისა, მართლმადიდებლები, კათოლიკეები და მაჰმადიანები 1834 წლამდე სალოცავად ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მართლმადიდებლურ ეკლესიაში დადიოდნენ. რეგიონში რუსების შემოსვლის შემდეგ, როცა მაჰმადიანი ქართველები თურქებად გამოაცხადეს, კათოლიკეები ფრანგებად, მართლმადიდებლები კი ქართველებად, ვალეც ამის მიხედვით უბნებად დაიყო. მოსახლეობაც სარწმუნოებრივად გაიმიჯნა და მაშინ აშენდა მეჩეთიც და ღვთისმშობლის სახელობის კათოლიკური ეკლესიაც. ჩვენ აქ გქონდა ახალციხეში ეკლესია, ეს იყო პატრების ეკლესია, მე-18 საუკუნის აგებული და იყო ფრანგების ეკლესია. მაგრამ ეკლესია არ იყო. პატრები რომ შემოდიოდნენ, მონასტერი ჰქონდათ, იქ სახლები ჰქონდათ. ქართული ეკლესიის რესტავრაცია დაიწყეს, რომელიც არის შალიკაშვილების კარის ეკლესია. მართლმადიდებლურ მრევლს შეცდოდა კათოლიკები უფრო შედარებით უფრო მეტი იყვნენ ისე ოსმალეთის წყალობით. აი ეს ეკლესია რო უქმდებოდა მრევლი რო აღარ ყავდა, ერჩივნად დანგრევის ნაცვლად კათოლიკები შესულყვნენ ეწირათ. მან კათოლიკებმა წირვა დაიწყეს მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან. წარწერა აქვს იქ, რომ შესწირა 1000 მაინც ამ სეკროს აგებისას სალომე აზნაუროვის ქალმან. თუ ეს აზნაუროვი დაუშვათ სომეხია, დაუშვათ ან არის შემოსული უცხო, ქართულ წარწერას რატომ უკეთებენ? რატომ ამ სომხურად არ გაუკეთეს ის წარწერა? აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად ყველა მკვლევარი თანხმდება იმაზე, რომ როგორც ქვეყანას, ისე მესხ მოსახლეობას კათოლიკური ან მართლმადიდებლური სარწმუნოების მიუხედავად ყველაზე რთული პერიოდი მე-15 საუკუნეში დაუდგა, როცა 1453 წელს ბიზანტიის იმპერია დაეცა და მის ადგილზე მაჰმადიანური სახელმწიფო ოსმალეთი, დღევანდელი თურქეთი აღმოცენდა. ამან საქართველოს მდგომარეობა მეტად გაართულა, განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთით, სადაც თურქებმა შეტევები იმთავითვე მესხეთზე დაიწყეს. ოსმალთა პოლიტიკამ ამ კუთხის ისლამიზაცია დააჩქარა, რომელმაც განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი მე-17 საუკუნის შუა ხანებიდან მიიღო.
მოგვიანებით ეპისკოპოსმა ანანიამ სოფელ უდეს ეკლესიაში იქადაგა. ოსმალთა მიერ მესხეთის დაპყრობა მე-16 საუკუნის შემდეგ ბოლო მოუღო ქრისტიანობას ამ კუთხეში. თურქი დამპყრობლები პირველ რიგში ებრძოდნენ და არადგურებდნენ ქართველ სამღვდელოებას. 300 წლის მანძილზე ანგრევდნენ ქართულ კულტურასა და საეკლესიო ცხოვრებას. მტერი მოითხოვდა ქართველ სამღვდელოებას კავშირი გაეწყვიტა საქართველოს საკათოლიკოსოსთან. ბევრმა გამაჰმადიანებულმა ქართველმა ენაც დაივიწყა. ოსმალებმა აქ ათაბაგი ფაშის ტიტულით შეცვალეს. ეს რეგიონის ტერიტორიული მდგომარეობით იყო განპირობებული. ქართული მოსახლეობის ერთი ნაწილი ამ მოვლენებს ვერ შეეგუა და ქართლსა და იმერეთში გადასახლდა. რეგიონში დარჩენილ მესხ მოსახლეობას აიძულებდნენ, რომ მაჰმადიანობა მიეღოთ. ეს იყო გადარჩენის ერთადერთი გზა. სამხრეთის ხალხი რთული რეალობის წინაშე დადგა. ისინი ქართულ თვითმყოფადობას კარგავდნენ. მიწას ინარჩუნებდა ის, ვინც მიიღებდა მაჰმადიანობას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ფეოდალი და ყველა მაღალი წრის საზოგადოება იძულებული იყო შეინარჩუნებინა თავისი მიწის მფლობელობა და აქედან გამომდინარე, ის იძულებული იყო მიიღო მაჰმადიანობა. და შემდეგ თუ კი ფეოდალი და ასე ვთქვათ, აზნაური მიიღებდა მაჰმადიანობას, ეს იმას ნიშნავდა, რომ მის სამფლობელოში მცხოვრები ყველა პირი უკვე მაჰმადიანდებოდა. ერთ თვითმყოფადობის განადგურების მიზნით აქცენტი აიღო თურქეთმა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ პირველ რიგში. კათოლიკობას თურქეთი არ ეწინააღმდეგებოდა. არც სომხურ გრიგორიელს ეწინააღმდეგებოდა. ერთადერთი რელიგია, რომელსაც თურქეთი დევნიდა და ცდილობდა, რომ საერთოდ დაეკნინებინა და ამოეძირკვა, ეს იყო მართლმადიდებლობა. იმიტომ ფაქტურად ამით ქართველობას ირკვევდა. თუმცა გადარჩენის კიდევ ერთი გზა გაჩნდა. პროფესორი ალექსანდრე ხახანაშვილი წერს. ჯვაროსნების შემდეგ გავრცელებული კათოლიკობა სამცხე-საათაბაგოში მისიონერებმა მტკიცედ დაიცვეს და ოსმალოს მთავრობისგან მოიპოვეს ის პრივილეგია, რომ არც ერთი გაკათოლიკებულისთვის ძალა არავის დაეტანებინა მაჰმადის სარწმუნოების მისაღებად. ოსმალეთი რომის ძლიერ იმპერიას წინ ვერ აღუდგებოდა, რადგან მაჰმადიანებისთვისაც კი ანგარიშგასაწევი ძალა იყო. თანაც თურქებს კათოლიკურ ეკლესიასთან შეთანხმება ჰქონდათ, რომლის ძალითაც ისინი ვალდებულნი იყვნენ არ შეევიწროვებინათ მათ მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე მცხოვრები კათოლიკეები. ასე რომ მესხ ხალხს გადარჩენის კიდევ ერთი შანსი მიეცა. მაჰმადიანობას ისევ მართლმადიდებლობასთან ახლოს მდგარი სარწმუნოების მიღება სჯობდა. ამით სამხრეთის მოსახლეობა ეროვნულობას შეინარჩუნებდა. კათოლიკეები გადარჩნენ, თუმცა გამაჰმადიანების და ზეწოლის მთელი სიმძიმე მართლმადიდებლებმა საკუთარ თავზე გადაიტანეს. კათოლიკეებისგან განსხვავებით მათ არავინ იცავდა. ამის შედეგი სავალალო იყო. ისტორიკოსები ერთპიროვნულად თანხმდებიან, რომ თურქეთმა კათოლიკობა საკუთარი მიზნების უმტკივნეულოდ მისაღწევად გამოიყენა. თურქეთმა შეხედა, რომ ირანში შემოვიდნენ მისიონერები. ირანის სახელმწიფომ თანდათან დაიწყო კათოლიკური სარწმუნოების შემოტანა აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლ-კახეთში. შეხედა თურქეთმა, რომ ირანმა გამოიყენა და ამით ქართველები კათოლიკდებოდნენ და მათ უკვე კათოლიკე ქართველი კი აღარ ერქმეოდათ, ფრანგი ერქმეოდა, თურქეთმაც დაიწყო ასე. ეს იყო იძულება, ეს იყო დიდი აუცილებლობა ეროვნების სარწმუნოების და ფიზიკური შენარჩუნების და ფიზიკური გადარჩენისათვის. გონივროლიც მე ასე ვიტყოდი, მე არ მიმაჩნია პირადად ერისხალატად. ჩვენს რეალობაში ვხედავთ ის, რომ ძალიან ბევრი კათოლიკე გადადის მართლმადიდებლობას, იმიტომ რომ ვინც ისტორია იცის, ამისი აღიარება არ გაუჭირდება. კათოლიკობის გავრცელების მიზანი თავიდანვე ხალხისთვის სარწმუნოების, ეროვნულობის, ტრადიციების შენარჩუნება იყო. მან ეს მისია შეასრულა, ამბობენ ისტორიკოსები. გარდა ამისა, რეგიონის მოსახლეობის მიერ სარწმუნოების შეცვლა ევროპასთან და დასავლურ კულტურასთან მნიშვნელოვან დამაკავშირებელ გზად იქცა. იყო თუ არა საუკეთესო გამოსავალი მესხებისთვის კათოლიკობის მიღება. კვლევართა მოსაზრებები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. თურქეთის ბატონობის პერიოდში 38 სოფელზე მეტი ახალქალაქი ასპინძის ახალციხის რაიონი დარჩა მართლმადიდებელი მოსახლეობა. 4 სოფელმა ხიზაბავრა ვარგავი უდიარალი მიიღო კათოლიკობა. რა უყოთ ამ 38 სოფელს? 4 სოფელმა გადაერჩინა თავი ხო კათოლიკობით? 38 სოფელმა მართლმადიდებლად გადაერჩინა თავი, რა უყოთ იმას? ეს ხო ფაქტია, ამას ვერ გავაიქცევით. თუ სარწმუნოება შეიცვლიდა თავადი, მას მემკვიდრეობით რჩებოდა მამული დედულით მის შთამომავლობას. ამან განაპირობა
ამ რეგიონის თავადაზნაურობის მიერ სარწმუნოების გამოცვლას ზოგმა მიიღო კათოლიკობა, ზოგმა მიიღო მაჰმადიანობა. ცნობილი საზოგადო მოღვაწე და კათოლიკე მღვდელი ივანე გვარამაძე წერს, რომ ამ პერიოდში მესხეთში სომხები არ იდევნებოდნენ. მათ თავიდანვე მოახერხეს ოსმალებთან პოლიტიკური ურთიერთობების დარეგულირება. სომხებმა ადრევე დაკარგეს სახელმწიფოებრიობა და ამიტომ ოსმალებისთვის საშიში ძალას აღარ წარმოადგენდნენ. თავის მხრივ სომხები არც დამპყრობლების გაძლიერების წინააღმდეგი იყვნენ, რადგან ამას საქართველოს და ბერძენთა მთავრობის დამხობა მოჰყვებოდა. იმის გამო, რომ ოსმალებმა ვერ შეძლეს საქართველოში სახელმწიფოებრიობის მოშლა, გადაწყვიტეს ქართველი ერი სარწმუნოებრივი გადაგვარებით დაემორჩილებინათ. სომხური ეკლესია მათ აღმოაჩნდათ ისეთი დიპლომატია, მათ აღმოაჩნდათ კაპიტალი, მათ აღმოაჩნდათ ისეთი ადამიანები, რომლებიც ახლოს იყვნენ თურქეთის სულთანის კარზეც. სომხები ამაში ხედავდნენ თავიანთ სარგებელს, რა თქმა უნდა, თურქების მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე. მათ ჰქონდათ სტამბოლის სულთანებისაგან ნებართვა ფირმანი, რასაც ეძახდნენ და თავიანთ ეს ფირმანი და სულთანის მიერ გაცემული ბრძანება საუკეთესოდ გამოიყენეს და აღასრულეს თავიანთ სასარგებლოდ. სომხებმა, რომლებსაც ზურგს ოსმალები უმაგრებდნენ, მოახერხეს, რომ სამხრეთ საქართველოს ზოგიერთ ეკლესიაში სომხური ტიპიკონით ეწირათ. ზოგ ტაძარს წინამძღვრად სომეხი კათოლიკეები ან სომხურ რიტზე გადასული ქართველი კათოლიკეები ჩაუდგნენ. სომხებს არ მოსწონდათ, რომ წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. ამის შესახებ მათ რომის პაპთან არაერთხელ იჩივლეს. იმ მომენტში განსაკუთრებით იყო პრობლემა რუსეთის კუთხიდან და აგრეთვე სომხური კუთხიდან. კათოლიკე ეკლესია უფრო ყურადღება აძლევდა ღირებულების შენარჩუნებისათვის, როგორც იყო ენა, როგორც იყო ტრადიცია, როგორც იყო მაგალითად სხვადასხვა კულტურული ასპექტები და ამის გამო მაგალითად ჰქონდა პრობლემები აგრეთვე სხვა რელიგიასთან. ზოგი ისტორიკოსის აზრით, კათოლიკურ ეკლესიებში სომხური ტიპიკონი, მათი რიტი და სამღვდელოება მე-17 საუკუნეში გამოჩნდა. თურქეთის მხარდაჭერით ისინი ახერხებდნენ, რომ მისიონერების შემოსვლა საქართველოს სამხრეთით გაეძნელებინათ და გაეჯანჯლებინათ. კვლევართა ეს ნაწილი თვლის, რომ ქართველი კათოლიკეები სომხურ ტიპიკონზე არა ძალდატანებით, არამედ ნებით გადავიდნენ, რადგან ამ შემთხვევაში მათ ბევრი პრობლემა მოეხსნებოდათ. ამ ფაქტს ამყარებს მიხეილ თამარაშვილის ნაშრომი „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“. ოსმალეთმა მე-16 საუკუნეშივე მოუსპო გზა ევროპელ მისიონერებსა. უმწყემსოდ დატოვებულ სამცხის ქართველ კათოლიკეებსაც იგივე შავი დღე დაადგა. ხოლო მათმა მცირე რიცხვმა შეინარჩუნა უკვე მიღებული კათოლიკის სარწმუნოება სომხის ტიპიკონის მიღებით. რადგან ამ დროს სომხობას ოსმალეთი ისე არ აწუხებდა, როგორც სხვა ტომის ქრისტიანებს. სომხური ტიპიკონის მიღება დიდად შეეწია ქართველ კათოლიკეებს, რომლებიც იხსნა არა მარტო სიკვდილისაგან, არამედ სხვა ბევრნაირი შეწუხებისაგანაც. ისტორიკოსი თინა იველაშვილი აღნიშნავს, რომ ქართველ კათოლიკეებს დასავლეთისგან არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონდათ. მესხი კათოლიკეებისთვის ერთადერთი სარგებელი ის იყო, რომ მათ არ აიძულებდნენ მაჰმადიანობა მიეღოთ. ანუ რომის პაპი მესხეთში მცხოვრები მრევლის მიმართ მხოლოდ სარწმუნოებრივი მხარდაჭერით შემოიფარგლებოდა. ამას არც კათოლიკე სასულიერო პირები უარყოფენ. ჩვენ რომ გადავხედოთ დოკუმენტებს, რომ გადავხედოთ წყაროებს, ყველგან აბსოლუტურად ჩვენ მეფეები საუკუნეების განმავლობაში მე-17 საუკუნიდან მოყოლებული ითხოვდნენ დახმარებას, სამხედრო დახმარებას. პაპს თხოვდნენ, ვინაიდან პაპს ჰქონდა გავლენა ევროპის ქვეყნებზე, გერმანია იყო, ავსტრია იყო, საფრანგეთი იყო, თუ ვინ იყო, სამხედრო დახმარება, ან ფულად დახმარება გამოიგზავნა. რამდენიმე წერილი გაუგზავნა თეიმურაზ მეორემ, რამდენიმე წერილი გაუგზავნა ერეკლე მეორემ, მაგრამ არავითარ მხარდაჭერა, არავითარ სამხედრო დახმარება რო ვერ მიიღეს, თქვენ წარმოიდგინეთ, აქედან რამდენჯერმე თვითონ მეფეების ბრძანებით გაირიგა კათოლიკები გარეკეს საქართველოდან. საქართველოს მეთაურები ელოდებოდნენ სხვა დახმარება და შემოვიდა საქართველოში სხვა დახმარება, ზოგჯერ ასე ლაპარაკობენ, მაგრამ მაინც ყურადღება იყოს იმ საშუალებებით, რაც იმ დროს იყო. აგრეთვე ევროპაში რომის პაპის ზოგჯერ ძალიან რთული იყო, რომ მოეპოვებინა ის დახმარება, რაც ჭირდებოდა საქართველოში. არ იყო ადვილი, რომის პაპი არ შეიძლება თქვა, ოკეი, მოდი ყველას. აგრეთვე ზოგიერთი მომენტისთვის, მაგალითად მე-16 საუკუნეში, აგრეთვე ევროპაში იყო დიდი პრობლემა, იყო ისლამებთან ისლამური რელიგიასთან იყო დიდი პრობლემა. აგრეთვე იმ მომენტში რომის პაპი იყო ძალიან რთული, რომ მოეპოვა
ერთიანობა, გაერთიანება თვითონ ევროპის მეთაურებთან, მაგალითად. მაშინ ჩვენ უნდა ვუქუროთ ისტორია არა მხოლოდ ერთი კუთხით. ზოგჯერ საქართველოში უფრო დიდი კურადღება არის ქართული კუთხე. კარგია, სწორია, მაგრამ აგრეთვე არ უნდა დავიწყო რა ხდებოდა ევროპაში და ზოგჯერ მართლაც რომის პაპს უნდა ეხმარება თავისი მთელი ძალით დასასრულები, მაგრამ არ ეპოვა ის რაც ჭირდებოდა საქართველოსთვის. მე-19 საუკუნის დასაწყისში საქართველო ერთი დამპყრობლისგან მეორის ხელში გადავიდა. მეფის რუსეთმა გათიშა და იბატონეს პოლიტიკის გატარება დაიწყო და შეძლო ქვეყნის ყველა კუთხე ნელ-ნელა შემოერთებინა. ამასთან ერთად სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის ეროვნულ რელიგიურ გათიშვას ცდილობდა. გამაჰმადიანებულ ქართველებს თათარი დაარქვა. მის მშობლიურ ენად კი თურქული გამოაცხადა. რეგიონში ისეთ პირობებს ქმნიდა, რომ ქართველი მაჰმადიანები იძულებულნი იყვნენ ოსმალეთში გადასახლებულიყვნენ. მათ ადგილზე კი სომხებს, ბერძნებს, დუხაბორებს ასახლებდა. მართლმადიდებლებს გარუსებას უპირებდნენ. ქართველი კათოლიკეები კვლავ ეროვნულობის დაკარგვის წინაშე დადგნენ. ისინი მეფის რუსეთმა სომეხ კათოლიკეებად გამოაცხადა. აქვე გამოსცეს ბრძანება, რომლის მიხედვითაც სამცხე-ჯავახეთში ქართულ ენაზე ღვთისმსახურება აკრძალეს. მესხეთში ერების სიჭრელემ ხალხთა შორის შუღლი გამოიწვია. მალე ქართველი მოსახლეობა სრულ უმცირესობაში აღმოჩნდა. რუსული გეგმის მიხედვით სამცხე-ჯავახეთში ქართველი ერი აღარ უნდა არსებულიყო. ეს კიდევ ერთი გამოცდა და განსაცდელი იყო ქართველი კათოლიკეებისთვის. რუსეთმა მისიონერებს ისეთი პირობები დაუწესა, რომ საქართველოში მათი გაჩერება შეუძლებელი გახდა. 1845 წელს ისინი ქვეყნიდან საბოლოოდ გააძევეს. ქართველი კათოლიკე მრევლი მღვდლების გარეშე დარჩა. მათ ეროვნებისა და სარწმუნოებისთვის ბრძოლა კიდევ ერთხელ მოუწიათ. სომეხთა კათოლიკურმა სამღვდელოებამ ნაცადი ფამდით რუსებს საკმარისი საბაბი მისცა და პეტერბურგმაც გადაწყვიტა თავისი გეგმების სისრულეში მოეყვანა. მისიონერებს ისეთი მიუღებელი პირობები დაუწესა, რომ ვერ შესძლებოდათ საქართველოში დარჩენა. წერდა მიხეილ თამარაშვილი. სომხეთთან მას არაფერი არ სჭირდა ისეთი პოლიტიკურად მოუწესრიგებელი, სწორედ ქართული ხალხის დამორჩილება იყო და ეს დამოკიდებულება მეფის ხელისუფლებამ ისევ სათავისოდ გამოიყენა და ფაქტიურად სომხურმა ეკლესიამ მოინდომა ქართული კათოლიკური ეკლესიების დაპატრონება, ხელში ჩაგდება, მათი ქონების ხელში ჩაგდება და უფრო მეტიც, როცა კათოლიკე მღვდელი გახდება ეკლესიის მღვდელი სომეხი ეროვნების, ანუ სომხურ რიტზე მყოფი, ის უკვე ამას მოყვა ის, რომ ხალხს აიძულებდნენ რომ წირვა ლოცვაც სომხურ ენაზე შესრულებული. ისტორიკოსთა ნაწილის კიდევ ერთი განცხადება, რომელსაც მკვლევართა მეორე ნახევარი არ ეთანხმება. ვატიკანს უნდოდა მრავალრიცხოვანი მრევლის ყოლა, როგორც სამცხე-ჯავახეთში, ასევე მთელ საქართველოში, მაგრამ მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა წირვა ქართული ტიპიკონით იქნებოდა შესრულებული თუ არა. ამ აზრს მიხეილ თამარაშვილის წერილებიც ასაბუთებს, რომლებსაც იგი ევროპიდან საქართველოში ივანე გვარამაძეს და მის თანამოაზრეებს უგზავნიდა. რომმა ქართველების მოთხოვნას ყურადღება რომ არ მიაქცია, ერთი მიზეზი ის არის, რომ რუსის მთავრობისაგან ერიდება მაგისთანა საქმეში. მეორედ ისა, რომ ქართველების მიერ სომხური ტიპიკონის ქონვა რამდენიმე საუკუნის არის და ამიტომ ასე ადვილად არ გარიგდება. გარდა ამისა, ამისთანა საქმეში არ კმარა ერის მოწოდება. საჭიროა რომ თვით ეპისკოპოსმაც მოიწადინოს და თავზედ აიღოს ეს საქმე. მაშინ აქ ჯეროვან ყურადღებას მოგაქცევენ. მნიშვნელობა არ ქონდა ვატიკანისათვის, რა ენაზე იქნებოდა წირვა-ლოცვა, მთავარია იმას მრევლი ჰყოლოდა, მაგრამ სომხური სავაჭრო წრე მე-18 საუკუნიდან იწყებს, ეხლა კი არა, რომ მილიარდერი მილიონერი, მე-18 საუკუნიდან იწყებს უკვე გასვლას უცხოეთში და აი ვაჭრობაში მონაწილეობას აქტიურად ჩაბმას. ვაჭრობაში აქტიურად ჩაბმა ნიშნავს იმას, რომ ის ფულს აგროვებს და უკვე გავლენის სფეროების მოპოვებაზე არის გადასული, მნიშვნელობა არ აქვს ეს რომელ ქვეყანაში. ჩასულ სომეხ ვაჭრებს ეკითხებენ საქართველოს შესახებ. და 20 წელს იმ წასულ სომხები რომ არიან. აი ესე იცნობდა ვატიკანი საქართველოს. სომხებს იმდენად არ მოსწონდათ მესხ კათოლიკეთა ქართველობა, რომ ყოლაღონეს ხმარობდნენ, მათ ეკლესიის ასაშენებლად ფული ვერ სადეპოვათ. იესოს გულის სახელობის ხიზაბავრის ეკლესიაზე ქართულმა წარწერებმა ისე გააღიზიანა სომხები, რომ საქმეში რუსები ჩარიეს. პეტერბურგიდან გამოგზავნილი იქნა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ქართული წარწერები უნდა გადაფხეკილიყო. მანამდე კი სომეხ კათოლიკეებისთვის თავად ეკლესიის მშენებლობის ფაქტი აღმოჩნდა გამაღიზიანებელი. გაზეთ შმაკის ფურცლებზე ვინმე სალიმიანცის ავტორობით დაიბეჭდა წერილი, სადაც ავტორი აღშფოთებული იყო იმის გამო, რომ ქართულ ენაზე მოსაუბრე სომეხ კათოლიკეებმა სოფელ ხიზაბავრაში ეკლესია ააგეს.
რუსეთი მხარს უჭერდა და გრძნობდა, რომ ეს ხალხი ამიერკავკასიაში მათ გამოადგებოდა თავის ინტერესების გავრცელებისათვის, რადგან ქართველებში მათ შეხედეს, რომ ქართველები მებრძოლი ხალხი არიან, ფიცხნი არიან, ვერ იტანენ ამ რუსეთის ასეთ იმას ყველაფერ პოლიტიკასა და მისცეს მათ უფლება, ანუ რუსებისათვის უფრო მორჩილი ადამიანები და რუსული პოლიტიკის გამტარებლები უფრო აღმოჩნდნენ ესენი. წინააღმდეგობის მიუხედავად ქართველი კათოლიკე სასულიერო პირები ძალღონეს არიშურებდნენ, რომ მესხეთში სკოლები გაეხსნათ და მოსახლეობისთვის წერა-კითხვა ესწავლებინათ, რადგან თვლიდნენ, რომ განათლებული ხალხის დაბეჭავება თითქმის შეუძლებელი იყო. ქართველ ხალხს ასეთი ბრძოლისა და წინააღმდეგობის პერიოდში უნდა სცოდნოდა საკუთარი ისტორია, რომ ღვთისმსხული წინააღმდეგობა გაეწია სომეხი კათოლიკეებისა და რუსული იმპერიისთვის. სომეხმა კათოლიკე მღვდლებმა დაიწყეს იმის მტკიცება, რომ თავიანთი მფლობელობა რომ გაემართლებინათ, რომ ქართველი კათოლიკეები რეალობაში არ არსებობდნენ, ესენი იყვნენ სომხები, რომლებიც თითქოს და ქართული გარემოთვის გამო გაქართველდნენ. დღესაც არის ჩვენი მეზობლებისგან ცდილობა ცილისწამებისა, რომ ის კათოლიკური სოფლები, რომლებიც დღესაც არსებობს, როგორი სახითაც შემორჩა, რომ ესენი იყვნენ ყოფილი სომხები არიან. ეს უკვე ყველა ზღვარს გადასული ცილისწამებაა და მე ვფიქრობ, რომ ეს ცილისწამება, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს სამართლებრივ დონეზე. თვითმყოფადობის გადასარჩენად ეროვნულ განმათავისუფლებელი ბრძოლა დაიწყო, რომელსაც სათავეში კათოლიკე მღვდელი ივანე გვარამაძე ჩაუდგა. მესხ კათოლიკეებმა გასომხება დაიწყეს. ბევრს სჯეროდა, რომ სომეხი იყო. ეს ეკლესიებში სომხურმა ტიპიკონმა გამოიწვია. ამით იყო განპირობებული ისიც, რომ კათოლიკურ ეკლესიებში სომეხი მღვდლები მსახურობდნენ. წირვა-ლოცვა სომხურად მიმდინარეობდა. ნათლობისას ქართველებს სომხურ სახელებს არქმევდნენ, გვარებს კი სომხურ დაბოლოებას აძლევდნენ. თამარაშვილი თამარიანცად და ბაინდუროვად იქცა. ნასყიდაშვილი ნასყიდიანად, ბოცოშვილი ფაფაზოვად, მეფისაშვილი მეფისოვად, გულაშვილი ლისიციანად, მერაბიშვილი მერაბიანცად და აშტრაკიანცად, გურგენიძე გურგენოვად, ხუციშვილი ხუციევად, ოქროაშვილი კი ოქროიანად იწერებოდა. ეს მაშინ, როცა საწინააღმდეგოს ამბობდა ქართველ კათოლიკეთა წარსული, საეკლესიო ცნობები, წარწერები, ისტორია, ეთნოგრაფია, ენა და რაც მთავარია, ხალხის მრავალწლიანი ბრძოლა ეროვნულობის შესანარჩუნებლად. 1886 წლის 27 თებერვალს გამოიცა მეფის ბრძანება, რომლის მიხედვითაც კავკასიისა და ამიერკავკასიის ყველა კათოლიკეს ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა ეკრძალებოდა. ივანე გვარამაძე იყო პირველი მღვდელი, რომელიც წინააღმდგა ბრძანებას. ის სომხურ ენაზე წირავდა, შემდეგ კი ქართულად ქადაგებდა და სახარებასაც მშობლიურ ენაზე კითხულობდა. ურჩის აქციელის გამო სომხებმა მაზრის უფროსთან დაასმინეს. ივანეს კი თავი ასე უმართლებია. მას რა ენაზე უნდა ჩავაგონოთ მრევლს, სახელმწიფოს ერთგულება და მთავრობის მორჩილება, რადგან ქართული ენის მეტი არ ესმითო. 1894 წელს ივანემ საბოლოოდ დაარღვია მეფის ბრძანება. მან ქართული სახარება წაიკითხა. ივანეს წაქეზებით მას სხვა კათოლიკე მღვდლებმაც მიბაძეს. გვარამაძემ პირველივე წირვაზე ქადაგებისას მრევლს მათი ქართული წარმომავლობა შეახსენა. მისი ვაჟი კონსტანტინე გვარამაძე მოგვიანებით 1911 წელს წერდა. ამ 40 წლის წინათ კათოლიკე ქართველებმა მოისურვეს დედაენაზე შემოიღო წირვა-ლოცვა, მაგრამ სომხის სასულიერო მმართველობამ არ მისცა ამის ნება. მიუხედავად ამ აკრძალვისა, ლოცვა მაინც ქართულად მიმდინარეობდა. საქმე იქამდე გამწვავდა, რომ პოლიციაც კი შეუყვანეს ეკლესიაში საზევრად, რომ დედაენაზე არ ელოცვათ. მაშინ სკოლებში დაიწყეს დედაენაზე ლოცვა-ვედრება. ესეც რომ აუგრძალეს, შემდეგ უცხო ენაზე დაიწყეს ლოცვა და სომხურად მაინც არ ილოცეს. მაგალითად, ივანე გვარამაძე თათრულ ენაზე ლოცულობდა. ივანეს თურქულად გადაუთარგმნია ლოცვა თაყვანს აქცემ. როგორც ჩანს, ამ საქციელით მან სომხურ ენას პროტესტი გამოუცხადა. მისი მცდელობა, რომ აღედგინა ქართული ტიპიკონი, უშედეგო აღმოჩნდა. ქართველი საზოგადოება მიხვდა, რომ ერის გადარჩენა მესხი მოსახლეობის განმანათლებლობითა და კულტურული წინსვლით თუ მოხდებოდა. ამ მხრივ მესხ სწავლულებს მხარს ქართული ინტელიგენცია უჭერდა, მესხ სწავლულებში კი კათოლიკე სასულიერო პირები მოიაზრებოდნენ. გადარჩენისთვის ბრძოლა სამცხე-ჯავახეთის პარალელურად კონსტანტინოპოლში პეტრე ხარისჭირაშვილის მეთაურობით მიმდინარეობდა. აარსებდნენ სკოლებს, სასწავლებლებს, აქტიურად წერდნენ პრესაში. მესხ განმანათლებლებს გვერდში ედგა ილია ჭავჭავაძე. მან ხელი შეუწყო, რომ მესხეთში არაერთი სკოლა თუ ბიბლიოთეკა გახსნილიყო. დიდი გულშემატკივარი იყო აკაკი წერეთელიც. მას და ივანე გვარამაძეს მუდმივად ჰქონდათ ერთმანეთთან მიწერ-მოწერა.
სამცხე-ჯავახეთის ქართველ კათოლიკეებს მხარს იაკობ გოგებაშვილიც უჭერდა, რომელმაც წერა-კითხვის საზოგადოების ჩამოყალიბებისთანავე მოითხოვა, რომ წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობდათ. ილია ჭავჭავაძე იმდროინდელი ქართველობის შესახებ წერდა. დავიშალენით, გავითიშენით, დავცალცალკევდით იმერლებად, მესხებად, ქართლელებად, მეგრელებად, კახელებად, მხოლოდ ჩვენი კუთხენი გვახსოვს ერთიანი კი დაგვავიწყდა. ასეთ დაყოფას სარწმუნოებრივი სისუსტეც იწვევს, რადგანაც ეშმაკი ძლიერია მცირე სარწმუნოების მქონე ადამიანთან. ღმერთი შეაერთებს, ეშმაკი კი განყოფს. ღმერთნებაა გაერთიანება მესხეთის ქრისტიანებისა მთელს ქართველ ქრისტიანებთან. ეშმაკის სურვილია განაცალკევოს მესხეთის ქრისტიანები საქართველოსაგან, მაგრამ სუსტდება იგი. მიუხედავად მეფის რუსეთის დიდი მცდელობისა, მესხი კათოლიკეებისა და მართლმადიდებლების გათიშვა და დაპირისპირება არ მოხდა. ალბათ იმიტომ, რომ ყველა სარწმუნოების ქართველს მაშინ მხოლოდ ერთი საზრუნავი ჰქონდა: შეენარჩუნებინა ეროვნულობა და სახელმწიფოებრიობა. მესხი მოსახლეობის სარწმუნოების შეცვლას არ მოჰყოლია ტრადიციებისა და ზნე-ჩვეულებების რადიკალური შეცვლა. პატრიოტი კათოლიკენი დახმარებას რომისგანაც ითხოვდნენ. ივანე გვარამაძემ 1896 წელს წერილი პაპს ლეონ მე-13-ს მიწერა, სადაც დაწვრილებით უყვებოდა რა მდგომარეობაში ცხოვრობდნენ სამცხე-ჯავახეთის კათოლიკეები. სრულიად გარჩეულნი ვართ, როგორც ხასიათით ისე იმითაც. ჩვენ შორის სხვა დაახლოებით არ არის რა, თუ არა რომ ერთი წმინდა ეკლესიის შვილნი ვართ და ვცხოვრობთ ერთი და იგივე ადგილებში. დროთ გარემოებათა მხოლოდ მოუხდენიათ, რომ ვიპოვებით დროებითად ქვეშ სომხის ტიპიკონის მღვდლების, რომელთა ენა სრულიად ჩვენ არ გვესმის და არც გვენატრება მათი ენა რომ შევისწავლოთ. სომეხი მღვდლის ეპისკოპოსად დანიშვნის შემდეგ ივანემ ტირასპოლის ეპისკოპოსსაც მიწერა. გონებ გვეყოფა, რაც დღემდის უსამართლოდ ვიდევნებოდით ერთმორწმუნეს სომეხ კათოლიკეს სასულიერობის და ერობისგან. გვიშლიდნენ ეკლესიებში ჩვენს ქართულ ენაზე ლოცვა გალობასა და სხვა. სომხებს ძველთაგანვე მამაპაპიდან შესთვისებიათ სომხური ენის და ტიპიკონის წყალობით სხვა ნაციების შეთვისება და გასომხება. ივანე უსამართლობას პრესის ფურცლებიდანაც ებრძოდა. ეს ორმაგად მომგებიანი იყო, ჯერ ერთი პასუხს სცემდა ცილის მწარმოებლებს, მეორეც საქართველოს მთელ მოსახლეობას დაუმტკიცა, რომ მესხ კათოლიკეებს ნამდვილად ქართული წარმომავლობა ჰქონდათ. ჩვენს ეკლესიებში მრავალი საბუთი მოიპოვება დასამტკიცებლად ჩვენი გვაროვნებისა. ნახავთ ძველ ხეცურ წარწერებს, კანდაკში ამოიკითხავთ ქართულ სახელებს. საეკლესიო ნივთებზე ქართული მხედრული აწერია და არა სომხური. აგრეთვე მღვდლებს მეტრიკები და სხვა წიგნები მხედრულად უწერია და დღესაც ქართულად იწერება. აბა რომელი საბუთით გვასომხება? ჩვენ არ ყოფილვართ, არც ვართ და არც გავხდებით სომეხი. სამცხე-ჯავახეთში სომხური სასულიერო პირების გაბატონებაზე სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც მიუთითებდნენ. ისინი, ვინც საქართველოში იმოგზაურა და რეალური სურათი დაინახა. პოლონელი ღვთისმსახური ქსენძი იულიან დობკევიჩი სტატიაში ბრალს უმაღლეს სამღვდელოებას სდებდა და სამართლიანადაც აღნიშნავდა. არც ერთი მათგანი მის დღეში არ ყოფილა საქართველოში, რათა გაეცნო და გამოერკვია ადგილობრივი ყოველივე ვითარება საქმისა. ფაქტია, რომ უცხოელებისთვისაც არ იყო რთული ამდენ ვერსიაში გაერჩიათ სიმართლე. ბარონ დე როპი იყო პირველი ეპისკოპოსი, რომელიც 1903 წელს საქართველოში ჩამოვიდა და მრევლს შეხვდა. მას შემდეგ, რაც საქართველოს უკანასკნელმა ეპისკოპოსმა იტალიელმა ალბერტ ანცელამ ქვეყანა დატოვა, 400-ზე მეტი წელი გავიდა. ეპისკოპოსის ვიზიტს იმედიანად შეხვდნენ ქართველი კათოლიკენი. არც როპის გასჭირვებია სიმართლეში გარკვევა. იგი ახალციხის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში მრევლს დახმარებას დაპირდა. ქართველთათვის სამართლიანია ამაზე ბრძოლა, რომ გასაგებ ენაზე ცდილობენ ღვთისმშობლებას და მე სწორედ უნდა ვეცადო, რომ ყველას თავის ენაზე ჰქონდეს ლოცვა-ვედრება და არც უნდა სხვამ დაუშალოს ეს. თუმცა მეფის ხელისუფლების პერიოდში, როცა არც მართლმადიდებელ ეკლესიას ჰქონდა ავტოკეფალია, ეს ადვილი მისაღწევი არ იყო. რა ინტერესი ჰქონდა სომხურ სამღვდელოებას, რის გამოც ოსმალეთთან და რუსეთთან კომპრომისზე წასასვლელადაც მზად იყო და იყო თუ არა მათი მიზნები სახელმწიფოს დონეზე გადაწყვეტილი. ამ საკითხზე თითქმის ყველა ისტორიკოსის აზრი ერთნაირია. ეს რეგიონი არის ძირძველი ისტორიული სომხური მხარე. აი ეს ინტერესი ჰქონდათ, მაგრამ დიდი სომხეთის ინტერესი რაც დღეს აქვს. სომხები ფაქტობრივად კათოლიკობას ამოეფარნენ და ეს იყო ზეწოლა ესე იყო. ბოლო დროს გადავხედა ახალციხის სიტუაციას რომ გადავხედა ყველა ქართველი კათოლიკე მღვდელი უკვე სომხურ ტიპიკონით ჭირავს. და მეფის რუსეთმა სხვათა შორის 1854 წელს კანონი გამოსცა
და წირვალის ერთად ენად კათოლიკების დატოვა სომხური. მეფის რუსეთმაც. ესეც ისევე იმ გავლენით, იმ ეკონომიური გავლენით. მე-20 საუკუნის დასაწყისში სამცხის ჯავახეთში კათოლიკეთა ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქართულ ტიპიკონთან ერთად ქართველ კათოლიკეთა ეპარქიის აღდგენა იყო. 1917-21 წლებში შექმნილმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ აღნიშნული საკითხის წინ წამოწევისთვის ხელსაყრელი მომენტი შექმნა. მეფის ხელისუფლების დამხობამ, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვებამ და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამ ქართველ კათოლიკეებს იმედი მისცა. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, თუმცა ყველაზე მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი ის იყო, რომ განხეთქილება თავად ქართველ კათოლიკეებს შორის მოხდა. ერთმანეთს ქართულ, ლათინურ და სომხურ ტიპიკონზე მყოფი მღვდლები დაუპირისპირდნენ. სომხური და ლათინური ტიპიკონის მქონე სასულიერო პირებს არ სურდათ ქართული ტიპიკონის აღდგენა. კათოლიკე მღვდლების დაპირისპირება არა სარწმუნოებრივი, არამედ თანამდებობის გაყოფის მიზნით უცხო არ ყოფილა. მიხეილ თამარაშვილის გადმოცემით ეპისკოპოს პავლე შაჰყულიანს დაუპირისპირდნენ როგორც ადგილობრივი კათოლიკე მღვდლები, ისე კაპუცინები. პატრები იმიტომ გადაემტერებიან, რომ უფროსობა ხელიდან არ გამოსცლოდათ, ხოლო სხვები იმიტომ, რომ შემდეგში ვაითო თავიანთ ქეიფზე ვეღარ ეცხოვრათ. იმ პერიოდში მნიშვნელოვნად დათბა ურთიერთობები საქართველოსა და ვატიკანს შორის. 1919 წლიდან საქართველოში სავარაუდოდ პაპის ბრძანებით არაერთმა მისიონერმა იმოგზაურა. მიზანი ქვეყანაში მცხოვრებ კათოლიკეებთან შეხვედრა და მათი მდგომარეობის შეფასება იყო. თითქმის ბოლომდე მიყვანილი საქმე 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დასრულდა. გაწდა ყველანაირი კავშირი რომთან. ახალმა მმართველობამ ეპარქიის აღდგენის საკითხი დღის წესრიგიდან სამუდამოდ მოხსნა. დაიკეტა ყველა ეკლესია მონასტერი, საბჭოთა ხელისუფლებამ ზოგი დაანგრია, ზოგს კი სამეურნეო დანიშნულებით იყენებდნენ. მაგალითად, წმინდა სტეფანოზის ეკლესია დანგრევას მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ ახალციხის ციხეში მდგარი სამხედრო გარნიზონისთვის კლუბად გადააკეთეს და იქ კინოს აჩვენებდნენ. სიტუაციას ისიც ართულებდა, რომ ქართულ კათოლიკეებს დღემდე უწევთ თანამემამულეთა დარწმუნება იმაში, რომ ისინი ჩვეულებრივი ქართველები იყვნენ და მათგან განსხვავებით კათოლიკური რწმენა გააჩნდათ, რომელიც საუკუნეების წინ მათმა წინაპრებმა მიიღეს. კათოლიკობის მიღებას გაფრანგებას უწოდებდნენ, მაგრამ ზუსტად გამსახურდია არ იზიარებდა ამ დამოკიდებულებას. ეს ყოველივე პოლიტიკური შორსმჭვრეტელობის გარდა განპირობებული იყო რელიგიური შემწყნარებლობის მაღალი დონით, რომელიც გააჩნდათ ამ იერარქიებს. საქართველო მე-14 საუკუნემდე ინარჩუნებდა იმ ეკლესიურ თლიანობას, რომელიც ბიზანტიამ და დასავლეთმა ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში დაკარგა. ერთი ანდაზა მაინც დაგვიტოვეს ამათა თურქულად ასე არის ით ოლურუმ ერმანიდან ოლმამუ ძაღლი გავხდები და სომეხი არ გავხდები. აბა ვინ გახდები რომ ეკითხებოდი, მე ფრანგი ვარო. ანუ ამისი ფრანგობა ნიშნავდა რომ იგი სომეხი თემისა კი არ იყო წარმომადგენელი, ქართველი თემისა იყო გაკათოლიკებული. გაფრანგება და ფრანგები, მაგრამ აი ამ ტერმინების გაგებაც ორაზროვანია. ერთი იგულისხმებოდა ის, რომ სხვა სარწმუნოებაზე გადავიდნენ, ფრანგების სარწმუნოება აღიარეს და მეორენაირი გაგებით ის იყო, რომ ეს მიჩნეული იყო სამშობლოს ღალატად. დღემდე არის ეს საკამათო საკითხი, ქართველების მიერ კათოლიკობის მიღება ეს იყო თუ არა ღალატი. მაშინ ისმის საკითხი, ქართველთა ერთმა ნაწილმა მაჰმადიანობა მიიღო. ამას ჩვენ დღეს ღალატად ავთვლით. მაშინ რატომ უნდა იყოს ღალატი ის, რომ ქართულმა კათოლიკემ იძულებით და ფორმალურად აღიარა კათოლიკობა. გაერთიანება არ ნიშნა, რომ ჩვენ უნდა ვიყო ერთნაირი, ნიშნა, რომ ყველა უნდა შეინარჩუნოთ თავისი წესი, თავისი აზროვნება, თავისი ტრადიცია, მაგრამ ამ ტრადიციას შორის უნდა იყო ერთიანობა. ყველაზე მთავარი ისაა, რომ კათოლიკობის მიღებას არ მოჰყოლია ტრადიციების, ჩვეულებებისა და საერთოდ ცხოვრების წესის შეცვლა. არ შეცვლილა მათი არც ჩაცმულობა, არც ხასიათი და არც ყოფა. ალბათ ამიტომაც იყო, რომ ქართულ მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის დაპირისპირება და უთანხმოება არასდროს ყოფილა. ისინი ერის ინტერესების დაცვას კვლავ ერთად განაგრძობდნენ. დამოკიდებულება, განწყობილებები მოსახლეობის ადამიანების შეიძლება ვთქვათ, რომ არის მაინც უთანასწორო, იმიტომ რომ მაინც მეორე ხარისხოვან მოქალაქეთს მიიჩნევს ზოგადად, ეხლა შეიძლება ყველაზე ეს არის თქვას, მაგრამ ზოგადად მიიჩნევს თქვათ ეთნიკური უმრავლესობის წარმომადგენელი, ეთნიკურ უმცირესობას და ეს არ არის მარტო საქართველოს წინაშე არსებული პრობლემა, არამედ საყოველთაო პრობლემაა, იქ სადაც ეთნიკური უმცირესობები არსებობენ.
როგორც ცხოვრობენ დღეს კათოლიკეები სამცხით ჯავახეთში და დაიმსხვრა თუ არა მათ მიმართ საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული სტერეოტიპები. ამაზე პასუხის გაცემა სასულიერო პირებსაც უჭირთ, თუმცა ფაქტია, ახალ ეტაპზე გადავიდა სამონასტრო ცხოვრება, გაჩნდნენ ქართველი სასულიერო პირები. საინტერესოა, რომ კათოლიკეებს საქართველოში მრავალსაუკუნოვანი არსებობის მიუხედავად ქართველი საეკლესიო მოღვაწენი თითქმის არ ჰყავდათ. მღვდლები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ევროპის ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ. რესტავრაცია უტარდება ახალციხეში არსებულ კათოლიკურ ტაძარს, რომელსაც ისტორიკოსთა ნაწილი დღემდე მართლმადიდებლურ ეკლესიას უწოდებს. აქვე შენდება წმინდა ბენედიქტეს სახელობის ქალთა მონასტერიც. ეს არის ისტორიული ადგილი და თუ ერთი ისტორიული ადგილი საქართველოში უფრო არ დგება კარგად, იქნება მნიშვნელოვანი მთელი საქართველოსთვის და არის მნიშვნელოვანი აგრეთვე ვინაიდან აქ იქნება ერთი არა კარგი ადგილი მხოლო, აგრეთვე წმინდა ადგილი. ეს ადგილი არის შეიძლება ითქვას როგორც მთაწმინდა საქართველოსთვის, სადაც იკრძალებოდნენ და დღესაც იკრძალებიან გამოჩენილი პიროვნებები, როგორც ერისთვის, ქვეყნისთვის, ასევე არის ეს ადგილი, სადაც იკრძალებოდა ისტორიის განმავლობაში გამოჩენილი პიროვნებები. არა მარტო კათოლიკე. ასპინძისა და ადიგენის სოფლებში, აბასთუმასა და ახალციხეში ეკლესიების არარსებობის მიუხედავად, კათოლიკე მღვდლები წირვას მაინც ატარებენ. კათოლიკე მრევლით დასახლებულ სოფლებში, უდესა და არალში სასულიერო პირებმა კერძო სკოლები შექმნეს, სადაც ყველა სარწმუნოების ადამიანს სასკოლო საგნებს ასწავლიან. ახალციხეში სხვადასხვა ქვეყნიდან წმინდა ნინოს ორდენის დები ჩამოვიდნენ და საგანმანათლებლო ცენტრი ჩამოაყალიბეს. აქ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ხელსაქმეს ეუფლებიან. ეს და კიდევ სხვა პროექტები დღეს დევნისა და ზეწოლის გარეშე ხორციელდება. მე უკვე 2 წელი მე გავხსნი ცენტრი ინვალიდი ბავშვები. მანქანა მიდის ყველა ოჯახებში, მოხავს ბავშვები. მე ვიმუშაობ, ერთი კვება გვაქვს საჭმელი ვაჩამო, მე ჩვენ მანქანა მოდის, მე მიყავს სახში. ისტორიკოსთა და მკვლევართა აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად ერთი რამ ცხადია, რომ მესხმა კათოლიკეებმა მამა-პაპათა სარწმუნოებაზე უარის თქმით ეროვნება და ენა შეინარჩუნეს. იმის გამო, რომ კათოლიკენი იყვნენ, ხშირად თვითგადარჩენისთვის უფრო მეტი ბრძოლა უწევდათ. დღეს კათოლიციზმს ქრისტიანობაში ყველაზე მრავალრიცხოვანი მრევლი ჰყავს. 1,100,000,000 მსოფლიოს 135 ქვეყანაში, რაც ქრისტიანობის 52%-ში ადგას.